ზუგდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო. გაიმართა თეატრალიზებული მსვლელობა, საბავშვო ანსამბლების კონცერტები, გამოიფინა ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები. აგრეთვე წარმოდგენილი იყო ხელსაკეთი ნივთები. ჩვენი ორგანიზებული არის შემოდგომის ფესტივალი, გოგრების ფესტივალი, ყვავილების ფესტივალი, არის გამოფენა სხვადასხვა ხელსაკეთი ნივთების. ჩამოსული არიან თბილისიდან ადამიანები, რომლებსაც ჩამოიტანეს თვითონ ხელსაკეთი ნივთები, არის საქველმოქმედო ხასიათის ყვავილების გაყიდვა, თვითონ ბავშვები აკეთებენ ყვავილებს და ყიდიან. კოლხური გენის, კოლხური სულიერების ზეიმი. დღესაც წარმოდგენილია კოლხური ეთნოსი, მისი ფესვები, მისი სულიერება. წარმოდგენილია ჩვენი კულინარია, მეგრული, კოლხური, ცნობილი კულინარია და რაც მთავარია, ჩვენი სტუმართმოყვარეობა არის წარმოდგენილი, ჩვენი ხალასი გულია, ჩვენი მოყვასის სიყვარული აქვს წარმოჩენილი. ძალიან მიხარია, ძალიან მიყვარს აქაურობა. ისეთი ლამაზია, ისეთი ბედნიერები ხართ, რომ აი ესეთ მაგარ ქალაქში ცხოვრობ და მე გისურვებთ, რომ აი იცით რა არის, იმდენად კარგები ხართ, ეს ყველაფერი გააქვთ. აი გქონდეთ წინ მხოლოდ კარგი ამბები. ზუგდიდობის დღესასწაულს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ღონისძიებებს უმცროს ვაჟთან ნიკოლოსთან ერთად დაესწრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა ელისაბედრულოვსიც. მან ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად ზუგდიდობის დღესასწაულზე წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა და ზუგდიდელებს სახალხო დღესასწაული მიულოცა. ძალიან კარგი განწყობა, დღეს ზუგდიდობაა 10 სექტემბერი და მშვენიერი ამინდი გამოვიდა. გზებია დაკეტილი, რომ ხალხი თავისუფლად იმოძრაოს, რაც კარგია და ბევრი არის გამოსული, მცირე მრეწველობას ვათვალიერებთ, ხალხს ვესალმებით, ვესაუბრებით და ბევრს უნდა სურათის გადაღება და ცეკვა და სიმღერაც უნდა იყოს ახლა. პოლიფონიური გუნდი ნახოთ. და აი პოლიფონიური გუნდის ერთი წევრი არის ცნობილი პოლიკარპის მეუღლე პოლიკარპი, ვინც ნიკუშასთან ერთად მაშინ კლიპი გადაიღო ჩემი ქალაქი, ჩემი ლაზიკა, მე მიყვარს ლაზიკა და აი სამწუხაროდ პოლიკარპი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მის ცოლი იმ გუნდში მღერის და მივესალმებ. ზუგდიდობის დღესასწაული ზუგდიდელებს უსუფაშვილი რესპუბლიკელების ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც მიულოცა. მან საკონსტიტუციო სასამართლოზეც ისაუბრა და ახლა დანიშნულ მოსამართლეებზე კომენტარი გააკეთა. დღეს ზუგდიდელების დღეა, ზუგდიდობაზე იმავს ქალაქი ზუგდიდი. ჩამოვედით იმისთვის, რომ მიულოცოთ ყველა ზუგდიდელს ეს დღე, მიულოცოთ მეტი თვითმმართველობა. იმიტომ რომ ქალაქი ზუგდიდი, რომელიც ჩვენი გადაწყვეტილებით გახდა თვითმმართველი ქალაქი, იქნება უკეთ მართული, მას ეყოლება უკეთეს ხელისუფლება. ზუგდიდობას თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატიც დაესწრო. ირაკლი ჩექოვანმა ზუგდიდელებს დღესასწაული მიულოცა. ზუგდიდს მინდა პირველ რიგში მიულოცო ზუგდიდ ქალაქობა, უსურვო ყველაფერი კარგი. რაც თავარია ეკონომიკური სიკეთე, რაც თავარია სიმშვიდე იმისათვის რომ განვითარდეს ქალაქი და იმისათვის რომ ზუგდიდელებმა შეძლონ უკეთესი მომავალი შექმნა. აუცილებელია ზუგდიდში იმ გამყოფი ხაზების გაქრობა, რომელიც სამწუხაროდ პოლიტიკურმა თუ სხვა რეალობებმა გააჩინა საზოგადოებაში და აუცილებელია თითოეული ზუგდიდელი ჩაებას უკეთესი ზუგდიდის შენებაში და უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფაში. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ზუგდიდობა ტრადიციული გახდება და ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება. ეს არის სიმბოლო ერთადგომის და ქალაქზე ზრუნვის, განაცხადა ქვარაიამ. საინტერესო და სასიხარულო დღეა დღეს ზუგდიდისთვის. დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ეს დღესასწაული და ყველას გვახარებს, რომ წელს შესაძლებელი გახდა პირველად ჩაგვეტარებია ესეთი მასშტაბის ღონისძიება, რომელსაც ზუგდიდობის ღონისძიება ეწოდება. დღესვე ქალაქის ცენტრში რეზობულია სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ჩელას ვარსკვლავი გაიხსნა. ულოცავს ზუგდიდელებს დღევანდელ დღეს. ეს პირველი და სხვა მრავალი ჩემოკარგებო. დღეს და მით უმეტეს დაემთხვა ჩვენი ბატონი რეზოს ვარსკვლავის გახსნა. დიდი მადლობა ყველას. დღეს გაიხსნა რეზობულიას სახელობის ვარსკვლავი, რომელსაც ჩვენ კარგახანია ველოდებით, ჩვენ იმ ანსამბლის წევრები ვართ, ჩელასი, ძალიან გვიხარია და ბედნიერები ვართ დღევანდელი დღით. დღესვე გაიმართა საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიალიც. მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ,
ბედნიერი ვარ კიდე იმიტომ რომ ვარ თბილისის საპატიო მოქალაქე და დღეს გავხდი ჩემი ქალაქის საპატიო მოქალაქე. დიდი მადლობა ყველას. ჩვენი მოცეკვავეები, მომღერლები ღირსეულად გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და წარმოაჩენენ თავიანთ მაღალ დონეს. ყველას უხდი მადლობას იმისთვის, რომ ეს ფასდება ჩვენ ზუგდიდში. იყო ზუგდიდელი დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ზუგდიდის საპატიო მოქალაქე. ძალიან მძიმე ტვირთია და შევეცდები ღირსეულად ვატარო ეს ტვირთი. ზუგდიდობა 2016 წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა.